კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძე პასუხობს. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი სუში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიში სამიზნე გახდეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებას 319 მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დატოვა თუ არა ვახტანგ კაპანაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა თამარ თათარაშვილია პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს. თამარ გისმენთ. უკვე 2 საათზე მეტია, რაც ვახტანგ კაპანაძე გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. ის ისე შევიდა საგამოძიებო უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომ მას მედიის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუწია, თქვა, რომ როდესაც დატოვებს უწყებას და როდესაც დასრულდება გამოკითხვის პროცესი, ამის შემდგომ ისაუბრებს ვრცლად იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის სამიზნე შესაძლოა გამხდარიყო საქართველოს და ასევე ამბობდა იმასაც, თუ რომელი სტრატეგიული ობიექტები გახდებოდა სამიზნე, თუ კი ის ირანის ადგილას იქნებოდა. სწორედ ამ საკითხის გარშემო იქნება სავარაუდოდ ის მთავარი კითხვები დასმული, რომელიც საინტერესებს ამ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მთავარი მიზანი არის, რომ დაადგინოს ის მიზანი და მოტივი, რას ამოძრავებდათ გარკვეულ პირებს, რომლებმაც გააკეთეს სხვადასხვა სახის განცხადებები, მას შემდგომ რაც წინაშე საომარი მოქმედებები დაიწყო და მთავარი მიზანი არის სწორედ ამ მოტივის დადგენა. მანამდე კი კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მართველი გუნდისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებები არის ნათელი ლუსტრაცია და ასევე ნაცნობი ხელწერა. სახელმწიფო პარტია პარალელს ავლებს რამდენიმე წლის წინ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც მათი მიზანი არის ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ასევე საომარ მოქმედებებში ქვეყნის ჩართვა. სახელმწიფო პარტიაში ფიქრობენ იმასაც, რომ კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა საკითხით, რადგან ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ნათელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადებებიც კეთდება მათი მხრიდან. შესაბამისად, როგორც აღნიშნეთ, ვახტანგ კაპანაძე სწორედ ამ საკითხის გარშემო არის დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ის ამ წუთებშიც გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს. ეს არის ადამიანი, ნაცების გენერალი, რომელიც ასევე მტრულად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვიხილეთ მისი პირდაპირი ჩართვები, სადაც იგი პირდაპირ აწვდის ინფორმაციას ქვეყნის გარეთ. ძალიან კარგია, რომ იბრძანდება ისიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, იქიდან გამომდინარე, რომ მანაც ყველაფერს პასუხი უნდა გაცეს და ყველა უნდა შეიგნოს, ამ აგენტებმა უნდა შეიგნოს საბოლოო ჯამში ის, რომ ესეთი მტრული დამოკიდებულება საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად დაისჯება და ეს არ დარჩება დაუსჯელად. იქიდან გამომდინარე, რომ მათი დღის წესრიგი არის მხოლოდ ერთი, მათ სურთ რამენაერად არიონ სიტუაცია საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა არის შესაძლებელი, თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება უბედურება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალებას აბსოლუტურად არავის არ მივცემთ. მას შემდგომ რაც ალკეული პირების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია და ერთგვარი ბრალდებები, მძიმე ბრალდებები საქართველოსთან მიმართებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო საკითხის გამოძიება. მოკვლევა მიმდინარეობს 319 მუხლით, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის ტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სუში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხნენ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი. თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეკითხვები მის განცხადებაზე დაუსვეს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს. გიორგი კანდელაკს კი ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი საქართველოში ირანის გავლენის გაფართოებაზე საუბრობს. გამოძიების ფარგლებში პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა უსაფრთხოების სამსახურის შეკითხვები აქვს გივი თარგამაძესთანაც. სუში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. ეს პროცესი არის სამართლებრივი, შესაბამისად
მოქცევაც არის სამართლებრივი. ამიტომ ყველა ფაქტი, რომელიც არსებობს, თუ კი ასეთი არსებობს საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი, რატომ აიტანს ეს გასაგებია, ძალიან ნორმალურია, ბუნებრივია, იმიტომ რომ პირველ რიგში შეიძლება ადამიანს რაღაცა სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფორმაცია და ეს უნდა გაარკვიონ, ხო? ამიტომ ეს ამაში არ არის პრობლემა, კითხვების დასმაში არ არის პრობლემა, ეს ნორმალური პროცესია. ჩემი ამოცანა შესრულებელია ისინი დაინტერესდნენ, თუ რამე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედი დავიტოვოთ, რომ ამას გაარკვევენ, თუ არა, ყველა მადლობას გადავუხდით. რაც დავთ იმსახურებს ყურადღებას არის არა შინაარსი ამა თუ იმ კვლევის, არამედ ის ფაქტები, რაც ამ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რაც ამ კვლევაში არის აღწერილი. თუ კი ამ კვლევის შემდეგ უფრო ირეაგირებს სახელმწიფო და რამე მაინც გაკეთდება, რომ ეს საფრთხე შემცირდეს, მაშინ მიზანი მიღწეულია. ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობა და განცხადებები ფაქტების გარეშე მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებულ გამოძიებას მიესალმება და ამბობს, რომ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა თუ ქმედებების გამო ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ პირებს, ვინც სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ უმრავლესობა მათ ქვეყნის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. თუ ამ აქტორებს კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ, რატო არ მიაწოდეს შესაბამის უწყებებს. Რა თქმა უნდა, აქ იკვეთება ის, რომ ეს ყველაფერი არის უბრალო ჭორაობა, ეს ყველაფერი არის ქვეყნის მტრობა და ეს აქტორები ცდილობენ, სხვათა შორის როგორც ცდილობდნენ უკრაინა-რუსეთის ომის დროს, რომ დაებრალებინათ, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით, დაებრალებინათ, რომ რაღაცა შეიარაღების გადაცემა ხდებოდა რუსეთისთვის საქართველოს გავლით. ზუსტად ანალოგიურს აგრძელებენ, მათ მშვიდობა არ სურთ ჩვენ ქვეყანაში, ისინი ნატრულობენ და ლოცულობენ იმაზე, რომ რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს სერიოზულ შარში, უბედურებაში. ისეთ სიტუაციაში, როგორ სიტუაციაშიც დღევანდელ დღეს ჩვენი რეგიონია, ესეთი განცხადებების გაკეთება საჯარო სივრცეში, რომელსაც არანაირი ფაქტი და არანაირი არგუმენტით გამყარებული არ არის, პირდაპირ არის ჩვენი სამშობლოს ღალატი და ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ამის აღსაკვეთად და მივესალმებით მხოლოდ ამას და ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს და გაისიგრძეგანოს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობა ჩვენს ირგვლივ არის და ყველა გარკვეული პასუხისგებლობით უნდა მოეპყრას. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც კონკრეტული შედეგებითა და მიმართულებებით იქნება გამორჩეული. ასე შეაჯამეს ვიზიტი დელეგაციის წევრებმა, რომლებმაც შტატებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. მათ შორის პენტაგონში ომის დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში. პოლო ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, სუვერენულ ერთა სამიტია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ხელმძღვანელმა თემატურ საკითხებთან ერთად აქცენტი მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა და საქართველოს მიერ არჩეულ იმ სტრატეგიაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებს და მშვიდობის პოლიტიკას აძლიერებს. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ვიზიტის შემდეგ მმართველ პარტიას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციები ექნება. ჩვენ ძალიან ბევრი პოზიტიური შეხვედრა გქონდა, სადაც გამოითქვა მზაობა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც კონკრეტული შედეგებით და კონკრეტული მიმართულებებით იქნება გამორჩეული. ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად მეგობრულ და თბილ გარემოში და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეხვდნენ და მათ შორის სენატორები, კონგრესმენები, სხვადასხვა think tank-ის წარმომადგენლები საკმაოდ კარგად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, კარგად ესმოდათ ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ გქონდა და იცნობდნენ იმ პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევას, რის წინაშეც საქართველო დგას. ეს რა თქმა უნდა არის დადებითი მომენტი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ამის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას საქართველო-ამერიკის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საუბარი
საუბარი რა თქმა უნდა შეეხო იმას, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს დამატებით გამოწვევებს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ავღნიშნეთ ყველა შეხვედრაზე, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებითი ერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ სათანადოდ მაღალ დონეზე განვითარდეს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებისათვის. შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რაც საქართველოს გააჩნია და აგრეთვე იმ გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი უდავოა და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოების თანამშრომლობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას. დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაციის ასამბლეის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში კი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი იქნებიან. ასევე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და ეუთო საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბელგიური მედია საშუალება სანქცირებულია გავრცელებული ინფორმაციით ბელგიის პრესის ეთიკის ორგანომ მედია საშუალება სანქციები დააკისრა გასულ წელს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსის გამოსვლის სრული ტექსტის გამოქვეყნების გამო. 2025 წლის 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეიდი ვენსმა გააკრიტიკა ის, რასაც ის ევროპაში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მზარდ ეროზიად მიიჩნევს. ევროპასთან მიმართებაში ყველაზე მეტად რუსეთი არ მაწუხებს ეს შიგნიდან მომავალი საფრთხეა, განაცხადა ვენსმა და სოციალური მედიის ცენზურის გაუქმებული არჩევნების და რელიგიურ გამოხატვასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის სასჯელების მაგალითები მოიყვანა. მეორე დღეს ბელგიურმა საინფორმაციო საიტმა News 21-მა გამოსვლის სრული ტექსტი გამოაქვეყნა. 1 წლის შემდეგ ბელგიის ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ გამოცემამ ჟურნალისტური სტანდარტები დაარღვია. საჩივარი ანონიმურად იყო შეტანილი. ეთიკის საბჭომ განაცხადა, რომ გამოსვლა გამოქვეყნებამდე დამოწმებული ან შესწორებული უნდა ყოფილიყო. ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი ბელგიაში. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი სრულად პოვნართული იყო და რომ პირველადი წყაროების მიწოდება მკითხველს პოლიტიკური არგუმენტების დამოუკიდებლად შეფასებაში ეხმარება. თუმცა თითქმის 1 წლის შემდეგ European Conservative-ის ცნობით ბელგიის ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ გამოცემამ ჟურნალისტური სტანდარტები დაარღვია. საჩივარი ანონიმურად იყო შეტანილი და მოწმობდა ბელგიის სანიტარულ კორდონს, არაფორმალურ მედია და პოლიტიკურ პრაქტიკას, რომელიც 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს და რომლის მიზანია პოლიტიკურ მემარჯვენეებთან დაკავშირებული შეხედულებების გავრცელების შეზღუდვა. ეთიკის საბჭომ გამოცემის სარედაქციო თავისუფლების აღიარებით განაცხადა, რომ გამოსვლა გამოქვეყნებამდე დამოწმებული კონტექსტუალიზებული ან შესწორებული უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილებამ მაშინვე გამოიწვია კრიტიკა სიტყვის თავისუფლების დამცველებისა და ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გადაწყვეტილება ფაქტობრივად სჯის მედია ორგანიზაციებს პირველადი დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის. ბელგიის გადაწყვეტილებამ კრიტიკოსებში კითხვები გააჩინა იმის შესახებ, ეჯახება თუ არა ევროპის მიერ პრესის თავისუფლებისადმი ერთგულება პოლიტიკური გამოსვლის კონტროლის მცდელობებს. გამოხატვის თავისუფლება ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედია და მოქალაქეებისთვის ლიდერებისგან პირდაპირ მოსმენის უფლების მიცემა გამჭვირვალე და პლურალისტურ საჯარო დებატებს უწყობს ხელს. ჩვენ გვაქვს პრესის თავისუფლებისა და იდეების ღიად გაცვლის დაცვის ხანგრძლივი ტრადიცია.
მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, ამით კი დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრება შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ. საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს შესაბამის საელჩოებს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით მიმართა, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა. მასკატიდან და რიადიდან განხორციელებული სპეციალური რეისებით. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 სპეციალური რეისი განხორციელდა. ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ ჩვენ მშვიდობით ჩამოვედით დღეს აქ 32 საათია გზაში ვართ, ცოტა გადახლილები, მაგრამ მადლობა ჩვენს ქვეყანას, რომ იმედიანად ვიყოთ. მიამაყებოდა რომ ქართველი ვარ. მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვიმყოფებოდით დოჰაში 8 დღის განმავლობაში, დაგვიგეგმა ჩვენო მთავრობამ რეისი, რომელსაც გამოვყევით, საკმაოდ ძიმე და რთული იყო გზა, მაგრამ დავძლიეთ ბოლო-ბოლო და სამშობლოში დავბრუნდით. ყველა საელჩოს, ყველა ქვეყნის საელჩოს მინდა მადლობა გადაუხადოთ და განსაკუთრებული მადლობა ჩვენ მთავრობას, რომელმაც დაგვიორგანიზა ეს რეისი და ჩამოვედით მშვიდობიანად. დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკაბოჭორიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უღრმესი მადლობა ქალბატონ მარიამ ქრუიშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, საერთოდ მთლიანად ჩვენს მთავრობას და უდიდესი მადლობა საქართველოს საელჩოს დოხაში, ბატონ კატარში, ბატონ ვაკუავალიას, მთელ გუნდს. ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეული, ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრი ავრცელებს და ამბობს, რომ ექსპერტთა ასამბლეის სამდივნოს ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებს. ირანის სამხედრო ძალები თავდასხმებს აგრძელებს, საერთაშორისო მედიის ცნობით ბაჰრეინის ქალაქ მუჰარაკში თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. დაზიანებულია უნივერსიტეტის შენობა, ირანული დრონების სამიზნე ქუვეითში სამთავრობო შენობა გახდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურაა. ამავდროულად ახლო აღმოსავლეთში საავიაციო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა. დღეს დოჰაში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისები გაფრინდა ამსტერდამის, ბერლინის, ფრანკფურტის, ლონდონისა და ციურიხის მიმართულებით. ინფორმაციას ავიაკომპანია კატარის ავიახაზები ავრცელებს. მუშაობა განაახლა ემირატების ავიახაზებმაც, ბაჰრეინის აეროპორტში კი ფრენები ამ დრომდე შეჩერებულია. სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით ერთი კვირა ფრენები გაუქმა ავიაკომპანია ომანმაც. მიზეზი რეგიონში საჰაერო სივრცის დახურვაა. ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს არ დაემორჩილება. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, თუ მათ რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალები შეუტევენ, ისინი იძულებული იქნებიან ამ თავდასხმებს უპასუხონ. ჩვენს მტრებს, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ, რომ ისლამური ქვეყნები ომში ვიყოთ ჩართული. რეალობა კი ისაა, რომ თუ რომელიმე ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი თავს დაგვესხმებიან, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებულები ვართ მათ თავდასხმებს უპასუხოთ. ირანი და ირანელი ხალხი თავს არ დახრიან ჩაგვრის, ბულინგისა და აგრესიის წინაშე. ჩვენ არასდროს მოგვიხრია ქედი. შეუძლებელია, რომ ჩვენმა გმირმა ასე იოლად დაიხიოს უკან ამერიკისა და ისრაელის მუქარების წინაშე. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობას სურს. ჩვენ არ გვინდა 5 ან 10 წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანაში ომს არ წაიყვანს. განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. არ მსურს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ დავბრუნდეთ ირანში. პრეზიდენტების უმეტესობა ამას არ გააკეთებდა, რადგან საკითხის არსი არ ესმით. ჩვენ არ გვსურს ყოველ 5 თუ 10 წელიწადში ერთხელ აქ დაბრუნება და ამ ქმედებების გამეორება. ამიტომ გვინდა შევარჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომისკენ არ წაიყვანს. სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანელი ხალხისადმი ვიდეო მიმართვისას განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის წინააღმდეგ ომი კომპრომისების გარეშე გაგრძელდება და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია.
მიუმართავ რევოლუციური გვარდიის იმ წევრებს, რომლებიც ირანელ ხალხს ქუჩებში დევნიან. თქვენ ჩვენ სამიზნეში ხართ. მათ ვინც იარაღს დაყრის, საფრთხე არ დაემუქრებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. ჩვენი წარმატება არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსთვის ბირთვული საფრთხის მოხსნას და არა მხოლოდ ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობას მოიტანს, არამედ ის ასევე ჩვენ გარშემო მშვიდობის წრეს გააფართოვებს. დღეს ყველა ხვდება, რომ აიათოლათა რეჟიმი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ირანმა თავის გარშემო 12 ქვეყანას შეუტია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ყველა ეს ქვეყანა ხედავს ისრაელის უზარმაზარ ძალას, ჩვენს მზადყოფნას, ებრძოლოს ტირანებს თეირანში, ჩვენი არმიისა და ხალხის სიმამაცეს და ჩვენს უზარმაზარ სამხედრო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. ბევრი ქვეყანა მოგმართავს. გეუბნებით, ბევრი ქვეყანა ახლა მოგმართავს თანამშრომლობისთვის. ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად. ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ აქვთ, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, ალი ლარიჯანის თქმით ისინი შესაბამის პასუხს გასცემენ. ამასთან ლარიჯანის თქმით ტრამპმა ირანზე თავდასხმებით ვერ მიაღწია თავის მიზნებს, როგორც ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ირანის ხელმძღვანელობის და 1000-ზე მეტი ირანელი ადამიანის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება. მისივე თქმით, ირანი უკან არ დაიხევს, ვიდრე შურისძიება არ მოხდება და აგრესორი არ დაისჯება. ვინაიდან შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია, ის სერიოზული სირთულეების წინაშე დგას. უმჯობესია ტრამპმა აღიაროს საკუთარი შეცდომა და ფაქტი, რომ ისრაელის ქმედებებმა ის მცდარ გზაზე დააყენა. ჩვენ პასუხს გავცემთ და მომავალშიც ასე მოვიქცევით. ეს ჩვენი უფლებაა და ეს არის ჩვენი მყარი პოლიტიკა. ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნიდან ირანის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყობა, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ. რეგიონის ქვეყნებმა უნდა ყვეთონ ამერიკის მიერ მათი ტერიტორიის გამოყენება ირანის წინააღმდეგ. ან ამას თავად გავაკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა ამ ომში უცვლელია. ნებისმიერი ადგილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისთვის იქნება გამოყენებული, გახდება ჩვენი სამიზნე. BBC-ს კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც ბრიტანულმა მაუწყებელმა უკვე აღიარა. საუბარია ირანის ომთან დაკავშირებით ამერიკის თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეტის განცხადების არასწორი ინტერპრეტაციაზე. BBC-ს სპარსულენოვანმა სამსახურმა ჰექსეტის გამოსვლა თარგმნა ისე, თითქოს შტატების სამიზნე ირანელი ხალხია მაშინ, როდესაც თავდაცვის მდივანმა რეალურად განაცხადა, რომ სამიზნეს ირანის რეჟიმი წარმოადგენს. ფაქტს მალევე მოყვა მწვავე რეაქცია სოციალურ ქსელებსა და მედია ჯგუფებში, სადაც აცხადებენ, რომ ეს არა მექანიკური შეცდომა, არამედ მიზანმიმართული манипуляცია იყო. ტელეგრაფის სტატიაში ნათქვამია, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპს BBC-ს წინააღმდეგ უკვე შეტანილი აქვს არჩელი და 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცდომილებები მაუწყებლის მიუკერძოებლობას კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს და შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციასთან სამართლებრივი დავა კიდევ უფრო გაართულოს. ამერიკის 47 პრეზიდენტი მაუწყებელს დეზინფორმაციასა და მისი გამოსვლის განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს. რაც შეეხება BBC-ს პოზიციას, მაუწყებელი შეცდომას აღიარებს, თუმცა მას ადამიანურ ფაქტორს უკავშირებს და აცხადებს, რომ შეცდომა სინქრონული თარგმნის დროს მოხდა. სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის მოსმენაზე ამერიკელმა სენატორმა ჰოულიმ მილიარდერი ჯორჯ სოროსი და მისი ვაჟი ალექს სოროსი პირდაპირ დაადანაშაულა მინესოტასა და მინიაპოლისში მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების შავი ფულით დაფინანსებაში. სენატორი აღნიშნავს, რომ პარალელურად ისინი სხვადასხვა ჯგუფის მეშვეობით 60 მილიონი დოლარის ოდენობის შავ ფულს აკონტროლებენ. ჰოული იუსტიციის დეპარტამენტს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს იმ ბნელი ფულის წყაროს გამოძიებას, რომელიც მისი თქმით მართავს და აფინანსებს რადიკალურ საპროტესტო აქციებს. სოროსის მიერ დაარსებული და დღემდე დაფინანსებული ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ. სადვარ დავდობსონი, რომ ამის დიდი ნაწილი სოროსისგან მოდის, რადგან სწორედ სოროსმა მიიყვანა სრულყოფილებამდე შავი ფულის წარმოება, სადაც ფულის სხვადასხვა საშუალებით ისე გადააქვთ, რომ მისი კვალის მიგნება შეუძლებელია. უბრალოდ დაფიქრდით ამ არეულობებზე, რომლებიც ლოს-ანჯელესში დაიწყო და შემდეგ სხვა ქალაქებში გავრცელდა. არც ერთი მათგანი არ ყოფილა ბუნებრივი. ყველა მათგანი წინასწარ იყო დაგეგმილი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ისინი ყველანი ერთსა და იმავე
სცენარს მიჰყვებიან. იგივე ხდება უნივერსიტეტების კამპუსებში ბოლო 2 წლის განმავლობაში. ყველა ეს ეგრეთ წოდებული დემონსტრაცია არის ხელოვნურად მართული და ყალბი. დღევანდელი დემოკრატიული პარტია არის ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული თეატრალური დასი. ისევ საქართველოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა. დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ცნობით არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმები ჯგუფურად თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტებს 30,000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფოთის პოლიციამ კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ გამზადებული 36 ჩეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფოთის ნარჩენების გადამტვირთვავის სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. სადგური ფოთის მუნიციპალურ ნარჩენებს მიიღებს. ნარჩენების ტრანსპორტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებზე მოხდება, რომლის მშენებლობაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან ერთად გაეცნო. ეს ობიექტი მოემსახურება 9 მუნიციპალიტეტს, სასრულ ციკლი აქვს 20 წელი. რა თქმა უნდა, არის პროგრესი, მიუხედავად ამისა, არის გამოწვევებიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული მხარების ჩართულობა მოხდეს, რათა ინტენსიურად მოკლე დროში გადაწყვეტს ამ ობიექტის მშენებლობის დამთავრება. ამას ერთად გავეცანით ფოთის გადამტვირთვავ სადგურს, ეს არის თანამედროვე სტანდარტების განთავსების ობიექტი და ვფიქრობ, რომ ერთიან კომპლექსში მათი გადაწყვეტა უდაოდ მოიტანს პოზიტიურ შედეგს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. იგი მოემსახურება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს და შესაბამისად აღნიშნული ობიექტის დასრულებისთანავე დაიხურება არსებული ძველი ნაგავსაყრელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმ ჟურნალისტ ქალბატონებს უმასპინძლა, რომლებიც ბოლო აწლეულების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა ომის მონაწილის სტატუსს ოფიციალურად არ ფლობდნენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ჩართულობით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მათ ომის მონაწილის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭათ. ქალბატონ ჟურნალისტებს, ვინც უშუალოდ თითოეულ ჩვენგანს ახსოვს საბრძოლო მოქმედებების დროს, მამ პროცესების გაშუქების დროს, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ის, რომ დღეს მათ თითოეულ მათგანს ისედაც ჰქონდათ სტატუსი ვეტერანობის, მაგრამ დღეს უკვე გვქონდა პატივი, რომ ოფიციალურად თითოეულ მათგანისთვის გადაგვეცა ერთ-ერთი უდიდესი ღირსეული სოციალური ჯგუფის, ვეტერანთა ჯგუფის, ჩვენი ოჯახის ჯგუფის წევრობის საბუთი. ეს არის მთელი იმ ისტორიის, იმ ძალის, იმ სიმძიმის, იმ სიყვარულის, იმ თავდადების ნიშანი და მატარებელი, რაც ჩვენ და ჩვენმა მეგობრებმა ერთად გავიარეთ და ბევრი მათგანი დარჩა კიდეც იქ საიდანაც ჩვენ ცოცხლები დაუბრუნდით. ვეტერანთა სამსახურმა ოფიციალურად მიანიჭა ვეტერანი სტატუსი იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ეს სტატუსი ჯერ კიდევ 30 და 20 წლის უკან ეკუთვნოდათ. მადლობა ამ ვეტერანებს უშუალოდ, ამ ქალბატონებს, რომლებმაც საკუთარი კიდევ ვიმეორებ სიცოცხლის რისკის ფასად არაერთი ბრძოლა გადაიტანეს წლების განმავლობაში, სხვადასხვა ომებში და ბრძოლებში და მადლობა ბატონ კობა კობალაძეს.
ჯანდაცვის მინისტრმა დამსახურებულ მეცნიერსა და აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტიდან მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. მისი ხელმძღვანელობით და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი, მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი. 8 მარტთან დაკავშირებით ჩვენ გვინდოდა რომ განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოგვეხატა ამ დარგის მედიცინის დარგის ყველა ადამიანისთვის, ყველა ქალბატონისთვის, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს მართლაც საქართველოში მედიცინის, ფარმაკოლოგიის, სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში. მართლაც განუზომლად დიდია ქალბატონი ეთერ ქემერტელიძის დამსახურება და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე და ზოგადად ამ დარგის წინაშე. მინდა გულწრფელად მიულოცო ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს, მიხარია რომ ის დღესაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ღვაწლმოსილი ქალბატონი, რომელიც ისევ აქტიურია, ისევ აქტიურად მუშაობს დარდის მისივე თაოსნობით განვითარებულ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში და ძალიან დიდ მუშაობას ასრულებს როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე ახალგაზრდა თაობის მეცნიერებაში აღზრდის კუთხით და მე მინდა მას ძალიან ბევრი წლები უსურო. ძალიან მიყვარს ეს საქმე და ამ სიყვარულს გადავეცი ჩემ თანამშრომლებს. ეხლა მე ამათ უწოვებ ჩემს შემდეგ პერსპექტივას რომ იმუშაო, იმიტომ რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაული მიულოცა. გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად იმერეთის რეგიონში ქალთა კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც დევნილ ქალბატონებს სახლში ესტუმრა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. გამარჯობა, ზანდებოდეთ. გამარჯობა, გიორგი ჯინჭარაძე. ქონდა პატივი დღეს მიმელოცა 8 მარტი გამორჩეული ორი ქალბატონისთვის, რომელიც 100 წელს არის გადაცილებული. ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა მუდმივად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში ყოფნა, ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ დევნილ ქალბატონებს, სრულიად საზოგადოების ქალბატონებს 8 მარტს და ყველა გაზაფხულის დღესასწაულს. სრულიად საქართველოს მინდა მიულოცა 8 მარტი ქალბატონებს, უსურვო ბედნიერი, ნათელი და გაერთიანებულ გაბწნეულ საქართველოში ცხოვრება. განსაკუთრებით დღეს ჩვენთვის პატივია წყალტუბოში და ქალაქ ქუთაისში მიულოცეთ 102 წლის და 105 წლის ქალბატონებს, ქალბატონ შუშანას და ქალბატონ თამარა ცატავას, მიულოცეთ 8 მარტი და უსურვოთ რაც ყველაზე მთავარია მათთვის ჯანმრთელობა. მადლობა რომ მომილოცეთ 8 მარტი, ყველას გილოცავთ 8 მარტს, წარმატებულად, გახარებულად, ბედნიერად. ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს, მრავალ დასწრებოდეთ, ბედნიერად, ჯანმრთელად, კარგი დღეები მოგსწრებოდეთ საქართველოში. დიდი მადლობა ჩემი დაფასებისათვის, იხარეთ ამ ქვეყანაზე დიდხანს. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. მინისტრის გადაწყვეტილებით ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრები ლუარა სარიშვილი, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, წლების შემდეგ სკოლას დაუბრუნდება და ექნება შესაძლებლობა ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. 8 მარტის მისალოცად ვეწვიეთ მოხუცთა პანსიონატს, სადაც ქალბატონებს მიულოცეთ, გადავეცით სიმბოლური საჩუქრები და გამორჩეულად ერთ-ერთ დამსახურებულ ღვაწლმოსილ ქალბატონს, რომელიც წლების განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საჯარო სკოლაში, მილოცვასთან ერთად შევთავაზეთ, რომ დაიწყოს მუშაობა თბილისის 173 სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც მისთვის გამოყოფილი იქნება სამუშაო სივრცე და შექმნილი იქნება მაქსიმალური პირობები იმისთვის, რომ კვლავ თავისი ცხოვრება მოზარდ თაობის აღზრდას დაუკავშიროს. ვერც კი გამოვთქვამ ჩემს სიხარულს და მადლიერებას. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე და ძალიან ბედნიერი ვარო ასე.
ნატურა, რომელიც აუხდენელი მეგონა, ამიხდად ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი და ძალიან ბედნიერი ვარ. საფრანგეთში მოღვაწე გამომცემლის და გიდის მაქსიმე ლალიაშვილის ორენოვანი გზამკვლევის პარიზული სიწმინდეები პრეზენტაცია გაიმართა. მაქსიმე ლალიაშვილი რამდენიმე ათეული წელია საფრანგეთში მოღვაწეობს, დაარსა საკუთარი გამომცემლობა და ფრანგულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს სასულიერო ლიტერატურას. ახლახანს ფრანგულად გამოსცა მამა გაბრიელის ცხოვრება. და ამან ჩემთვის იმხელა მიმარჩევა არის ის რომ ჩემთვის უფრო მეტი სიხარული არის რომ აქაც ვიყო ჩემ ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვისაც რაღაც გავაკეთო და მარტო საფრანგეთში არ ვიყო კი იქაც ქართველებისთვის ვეჭ და ფრანგებისთვის მაგრამ ესე იგი ეს არის ჩემი ერთ-ერთი პროექტი რომ ის რასაც ბეჭდავდი და რასაც ვაკეთებდი იქ იგივე იყოს საქართველოში. გამომცემლობა შექმნა, საკუთარი გამომცემლობა აქ წარმოიდგინე და აი ჩვენ ქართველ წმინდანებს აცნობს ფრანგ მართლმადიდებელ მორწმუნეებს. აი ესეთი ადამიანები არ უნდა დაიკარგოს ქართველებისთვის და სრულიად საქართველოს უნდა იცნობდეს ამ პიროვნებას, როგორც დიდ საზოგადო მოღვაწეს. წარმოიდგინეთ გაბრიელ სალოსის დამხსარებელის ცხოვრება ითარგმნა ფრანგულად. ძალიან ისეთი მოვლენაა კარგი და ეს გააკეთა ერთმა დიდებულმა კაცმა, ქართველმა კაცმა, მაქსიმე ლალიაშვილმა, რომელიც ცხოვრობს უკვე დიდი ხანია პარიზში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. თქვენ წინ გელოდებათ კურიერი პიესის ზუსტად 9 საათზე. მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანეროთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე ნახვამდის.